მთელი საქართველო უნდა შემოვიაროთ და მთელ საქართველოს უნდა ვუთხრათ, რომ დიახაც ვერ მზადებით, არ არის დასამალი გადაწყვეტი ბრძოლისთვის, ვერ მზადებით ლავას ოღლების დასამარცხებას და კანონიერი ქურდების და ვიღაცა გამყლების. ვერც ერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიმარჯვებს ამ ქვეყანაში. ვერც ერთი კანონიერი ქურდი და ვითომ მაფიოზი პოლიციის ზურგს ამოფარებული ვერ გაიმარჯვებს. არ მინდა და არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც კანონიერი ქურდი და კრიმინალი იქნება დომინანტი. დიახაც, არ იქნება, არ დაბრუნდება 90-იანი წლები, რომელიც დაბრუნდა. ყველა კანონიერ ქურდს სახეში სილა მოხდება ქართველი ერის და სიამოვნებით გავაკეთებ ამას მებინადად. ყველა კანონიერ ქურდს, დიახაც, რომელიც ჩვენ ამაგდან უფროსი თაობის წარმომადგენლებს ვიჩაგრავენ ხალხო. შედიან პასპორტებს ათმევენ. პასპორტებს ათმევენ, ჩაგრავენ. სულში შეურაცხყოფას აყენებენ. ამ ვითომ რაღაცა შავი სამყაროს მათი თავს მოხვეული გაგებით და ძალაუფლებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიცა და სამწუხაროდ მენანება უბრალოდ მართლაც რამდენი პოლიციელი რომ იციან რა განა პოლიციელებმა არ იციან რომ კანონიერ ქურდებს ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება მიცა და თან ათანამშრომლებს სუსთან. რა ამას ხო არ ვიგონებთ ხალხო. ეს ასე ხომ არის. ეს ასე ხომ არის ხო? ეხლა გეხა პოლიციელი ხედავს რომ ქართულ ოცნებას პარტაქტები მოყავს. ძალადობენ და ვერაფერს ვერ აკეთებენ ხალხო. გული მოგიკტება, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ძალიან ბევრი ღირსეული და ტყვეობაში არიან, არ ეწყინოთ ახლა ისმენენ, ტყვეობაში არიან ხალხო. პოლიციელები ყავთ კანონიერ ქურდებს ტყვეობაში აყვანილი. სიმართლე სანამ არ ვიტყვით რომ კრიმინალი არის დასამარცხებელი, რომელიც ხელისუფლების სახით არის უკვე წარმოდგენილი. მათ შორის ბათუმში აი ვისმენ აი ვიღაცა ლავას ოღლი. აი ლავას ოღლი. რატო უნდა იცოდეს ვიღაცა კრიმინალი მოძალადე ჩემი და თქვენი შვილების მომავლის და მომყარავის სახელი და გვარი, თუნდაც თაობის, ლუქსოსი თაობის წარმომადგენლები, ქართული ოცნების არ ვიცი, აქტივისტებს მიმართავ. თქვენ რა გონიათ ამ ადამიანებით ახლა რომ ხელების გადაგრეხვით გვამარცხეთ, ამას შევეგუებით? პირიქით ამ სიამა ამატი ვიქნები ხახდო, ასეთ უღის ადამიანებთან ბრძოლაში გამარჯვებით ხო ვიქნები და დაცემითაც ვიქნები. დაცემით და სულით დალევითაც ვიქნები. ვერც ერთი კანონიერი ქურდი ვერ გაიხარეს, დიახაც. ვერ გაიხარეს. აი ლავას ოღლი. ყოფას გიტირებ და პირდაპირ გეუბნები. ყოფას გიტირებ და მეცად. ეს უნანუსოები მართლა ამათ გონიათ რომ წარმოიდგინეთ უნდა გავიმეორო რა ბიულეტენი ამან იმოქმედა ემოციურად ჩემზე ძალიან მაგრად. როდესაც ქალბატონი შევიდა ხომ შემოსახაზად ოპოზიციის და ჯერ მოკლედ ვიცა სახელმწიფო კანდიდატი დავალებული ხონდა რომ გადაიღოთ ფოტო, ანუ შემოხაზა სახელმწიფო კანდიდატი გადაიღო ფოტო, მერე წაშალა სახელმწიფო კანდიდატი და შემოხაზა ოპოზიციონერი და იქვე ნახეთ, იქვე წაწერა გააკეთა, განმარტება გააკეთა, ხახო ქალბატონი იყო თუ ბატონი იყო, როგორც შინაარსზე გამომდინარე ქალბატონი ჩადა. რომ გთხოვთ მძიმე ეს ბიულეტენიო, ბათილათო არ ჩათვალოთო, იძულებული ვარ ეს გავაკეთო, იმიტომ რომ სამსახურია მიზეზიო. აი მარტო ამ ერთი ბიულეტენის გამო ხახო, აი მარტო ამ ქალბატონის გამო გიზბრძოლა.